მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ პლანეტა მერკურზე სახლებში. სანამ ამას მოусმენთ, გირჩევდით თუ არ მოგისმენიათ, მოусმინოთ თვითონ მერკური რა არის დაახლოებით და რუკაში რომელი სახლი რას აღნიშნავს, ამაზეც ცალკე ვიდეო მაქვს ჩაწერილი და შემდეგ უფრო გასაგები იქნება თქვენთვის მერკურის ფუნქციაც და თითოეულ სახლში რა შეიძლება აკეთებდეს. ჯერ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მერკური ისევე როგორც მთვარე ძალიან დიდ გავლენას იღებს ზოდიაქოს ნიშნისგან, რომელშიც მდებარეობს. ანუ თუ სხვა პლანეტების შედარებით, რა თქმა უნდა, ყველა იღებს გავლენას, მაგრამ მერკურს ანუ ეს ასე ვთქვათ, ფუძე თავისი ენერგია ბევრად უფრო ნაკლები აქვს და იქიდან გამომდინარე კომუნიკაციასთან არის კავშირში, უფრო ერწყმის იმ ზოდიაქოს ნიშნის ენერგიას. ასე რომ სახლთან ერთად აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომელ ნიშანშია მერკურიც, ანუ დაახლოებით ამ ზოდიაქოს ნიშანზე წაიკითხეთ და შესაბამისად მერკურის ენერგიებთან რაკავშირი შეიძლება იყოს დააკავშირეთ. ეხლა გადავიდეთ თვითონ მერკურზე თითოეულ სახლში. მერკური პირველ სახლში. ზოგადად ყველა პლანეტა პირველ სახლში ახდენს ძალიან დიდ გავლენას ადამიანზე და მერკური განსაკუთრებით შეიძლება ძალიან კარგი იყოს პირველ სახლში, ან იყოს ძალიან ცუდი იმის და მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია თვითონ ეს პლანეტა. პირველ რიგში ეს ძალიან ჩანს, ანუ მერკურის მდებარეობა ადამიანს ძალიან ეტყობა და მერკურის ხარისხი. თუ კარგ ნიშანშია პირველ სახლში მერკური, ეს არის ძალიან კარგი, რადგანაც ადამიანი არის ძალიან გახსნილი, შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციაში შესვლა, მით უმეტეს თანამედროვეობაში მერკური ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი წარმატების მისაღწევად. ანუ კომუნიკაცია, ეს ბუნებრივი შარმი ადვილია ასეთ ადამიანთან საუბარი, როდესაც მერკური პირველ სახლშია. ხო, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პირველ სახლში იდეალურია, როდესაც მერკური არის მარტო. ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ასევე პირველ სახლშია, მერკურს მაინც თავის გავლენას თავს ახევს. ერთადერთი ყველაზე ნაკლები არის ვენერა, რომელიც მერკურს ვთქვათ დააზიანებდა, პირიქით გააძლიერებდა კიდეც პირველ სახლში, მაგრამ აი იუპიტერიც კი მინახავს, რომ ძალიან ხშირად ადამიანს აქვს მერკური და იუპიტერი ერთად პირველ სახლში და ძალიან უჭირს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან. უჭირს იმ გაგებით, რომ როდესაც რაღაცას გამოხატავს, რაღაცის თქმა უნდა, ის ადამიანები სხვანაირად იგებენ, რადგან იუპიტერი არის ძალიან დიდი, დიდწონიანი პლანეტა და ავიწროვებს მერკურის ენერგიას. ესე იგი, ინტელექტუალია აუცილებლად ადამიანი, თუ კარგია მერკურისთვის ის ნიშანი, რომელშიც მდებარეობს. არ არის ესეთი არტისტული ტიპი გამოხატვა შეუძლია საკუთარი გრძნობებისაც კარგად. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ თუ დებილიტაციაშია, შეიძლება კომუნიკაციაში შედიოდეს, მაგრამ სხვანაირად ესმოდეთ მისი და კიდევ შეიძლება იყოს ის, რომ პირველი სახლი არის თავი, როგორც იცით, და თავში უტრიალებდეს ზედმეტად ბევრი აზრი. ანუ აი იღლებოდეს აი ბევრი აზრები, ზედმეტს ფიქრობდეს. ასევე ასპექტს უკეთებს ეს მეშვიდე სახლს მერკური პირველი სახლიდან და ადამიანისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორთან კომუნიკაციის თემა. ანუ ისეთი პარტნიორი უნდა, რომელთანაც ძალიან კარგი კომუნიკაცია აქვს პირველ რიგში. რაც შეეხება მერკურს მეორე სახლში. მეორე სახლი, როგორც ვიცით, არის პირდაპირ დაკავშირებული ლაპარაკთან, პირის აპარატთან, ყველაფერი რაც პირის აპარატს უკავშირდება ჭამასთან, ლაპარაკთან, სიმღერასთან თუნდაც და ასევე დაკავშირებულია იმ ოჯახთან, რომელშიც დავიბადეთ.
ესე იგი, მე შემიმჩნევია, რომ მერკური, როდესაც მეორე სახლშია, ადამიანის აზროვნება ძალიან დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ოჯახში გაიზარდა. ანუ ეს ძალიან ბევრი პროგრამა თავისი ოჯახის და თავისი გარემოს ინათესავების აღბეჭდილია ამ ადამიანის ტვინში. და შეიძლება გარემოს თუ შეიცვლის, ძალიან სხვანაირი გახდეს მისი აზროვნება. ასევე, რა თქმა უნდა, თუ კარგ ნიშანშია საჯარო საუბრები გამოსდის ძალიან კარგად ადამიანს გამოსდის ასევე კარგად სიმღერა. აი, თუ სიმღერა კარგად გამოსდის, ზოგიერთ ცნობილ მომღერალსაც აქვს მერკური მეორე სახლში, მისი სიმღერა, მისი ტექსტები ყოველთვის ატარებს რაღაც მესიჯს. ან აი საჯარო საუბარში ჩააქსოვს რაღაც მესიჯს აჟღერებს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ აქვს ძალიან კარგი გაგება იმისი და ცოდნა, როგორ უნდა მოექცეს ფინანსებს, რადგანაც მეორე სახლი არის რესურსებიც და აი ადამიანები, რომლებიც მარკეტინგში არიან ძალიან ძლიერები, აქვთ ბიზნესის ნიჭი, შეიძლება ყავდეთ მერკური მეორე სახლში, რადგანაც ინტელექტი და რესურსები, ანუ ინტელექტით კარგად ხვდება, როგორ უნდა გამოიყენოს, როგორ უნდა დააბანდოს საერთოდ რესურსები. საერთო ჯამში კარგი არის ძალიან მერკური მეორე სახლში, მაგრამ თუ არის დებილიტაციაში, მაგალითად, ისეთ ნიშანში, სადაც მერკური თავს ვერ გრძნობს კომფორტულად, შეიძლება იყოს რაღაცა დეფექტი საუბართან დაკავშირებით. პირველ სახლში შეიძლება ეს იყოს, თუ არ არის სასურველ ნიშანში მერკური დეფექტი საუბართან დაკავშირებით და პირდაპირ ეტყობოდეს ადამიანს და აი მეორე სახლში უფრო დიდი ალბათობაა ხოლმე, რომ ადამიანს რაღაცა საუბართან დაკავშირებული დეფექტი აქვს, თუ მერკური არ არის ძლიერ ნიშანში ან დაზიანებულია. რაც შეეხება მესამე სახლში მერკურს, მესამე სახლში მერკური თავს კარგად გრძნობს ძალიან, რადგანაც ბუნებრივად მესამე სახლი არის ტყუპების ბუნებრივი ნიშანით და ტყუპები მერკურის ნიშანია. აქედან გამომდინარე რაღაცით ძალიან გავს მესამე სახლში კარგი მერკური მერკურს ტყუპებში. ადამიანი ფიქრობს სწრაფად, შეიძლება რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებდეს. ასევე აქვს ინტელექტუალური კარგი საშუალებები. არიან ასევე მწერლები მესამე სახლში მერკურით. კომუნიკაცია არის ძალიან ადვილი ადამიანისთვის და აი მწერალი კომუნიცირებს წერის საშუალებით, ხო, საზოგადოებასთან. ჟურნალისტებს აქვთ ასევე მერკური მესამე სახლში. ხშირად მინახია, რომ მერკური აქვთ მესამე სახლში კარგ ადვოკატებს. ანუ გულისხმობ ადვოკატებს, რომლებსაც აი ეს კომუნიკაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ დაამტკიცონ რაღაცა თავისი საქმე გააკეთონ. ანუ იმ ადვოკატებს, რომლებმაც იციან, როგორ უნდა აწყონ საქმე, მაგალითად სასამართლოში რა არის შემდეგ უნდა თქვან, იმიტომ რომ ინტელექტი არის ძალიან კარგად ჩართული ამ პროცესში და ასევე მერკური აკეთებს ასპექტს მესამე სახლიდან მეცხრე სახლზე და მეცხრე სახლი, როგორც ვიცით, არის ეს უმაღლესი ცოდნა. არის ცოდნა სამყაროს შესახებ. თუ შეიძლება ნებისმიერი ცოდნა იყოს, უმაღლესი განათლება აკადემიურიც მეცხრე სახლია და ჩვენი ინტელექტი არის და ცნობის მოყვარეობა უკავშირდება ამ უმაღლეს ცოდნას და ადამიანს აინტერესებს ბევრი რაღაცა, აინტერესებს როგორ არის სამყარო მოწყობილი. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მესამე სახლში მერკური ხშირად მინახია, რომ ადამიანს აქვს უფრო ბიზნესისკენ მიდრეკილება, ვიდრე აი თეორიული ცოდნა მიიღოს. თუ იღებს, თუ ამთავრებს უნივერსიტეტს, აუცილებლად იყენებს ამას შემდეგ საკუთარ ბიზნესში. იქიდან გამომდინარე, რომ მესამე სახლი უკავშირდება გაბედულებას, უკავშირდება საკუთარ ძალისხმევას და როდესაც ბიზნესი აქვს ადამიანს, იქ დებს თვითონ საკუთარ ძალისხმევას. თუ დაქირავებულ მუშაკად მუშაობს,
იქ საკუთარი ანუ მისი უფროსი დებს იქ ძალისხმევას, რომ განვითარდეს ეს ბიზნესი, ხო? თვითონ უბრალოდ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც უნდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც ეტაპზე მესამე სახლში მერკურით ადამიანი კარგი მერკურს გულისხმობ. მუშაობდეს დაქირავებულ მუშაკად, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ საკუთარ ბიზნესს გააკეთებს. და თუ დებილიტაციაშია, ანუ სუსტია მერკური, მაშინ პირიქით აქვს ადამიანს კომუნიკაციის პრობლემა. ოღონდ ეს არ არის ფიზიკური კომუნიკაციის პრობლემა, რაღაცა დარღვევა, არამედ შეიძლება უბრალოდ ვერ შედიოდეს ურთიერთობაში ადამიანი სხვებთან ადვილად ან შედიოდეს და ეუბნებოდეს რაღაცა ისეთს, როცა სხვები ამას სხვანაირად იგებენ. რაც შეეხება მეოთხე სახლის მერკურის, მეოთხე სახლი როგორც ცით არის ერთ-ერთი მნიშვნელობა მეოთხე სახლის სახლი თვითონ, ანუ ეს შინაური გარემო და მერკური როგორც ცით არის ცნობის მოყარე, პატარა ბავშვი, რომელსაც დიდად სახლში გაჩერება არ უნდა, თამაში უნდა და ითვლება, რომ მეოთხე სახლში დიდად კარგი არ არის მერკური, მაგრამ ნუ გააჩნია თვითონ ნიშანსაც. ერთი დიდი გავლენა რაც არის, რომ მეოთხე სახლი არის ასევე დედა და ადამიანის ინტელექტის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედას თვითონ. დედასთან არის ძალიან აქტიური კომუნიკაცია. კომუნიკაცია ყველა ვარიანტში იქნება აქტიური, მაგრამ ნუ იქ თუ მერკური მისთვის არაკომფორტულ ნიშანშია, შეიძლება იყოს ნეგატიური, ანუ სუჩხუბობდნენ რაღაცაზე, მაგრამ კომუნიკაცია იქნება. თვითონ ამ ადამიანსაც, ვისაც მერკური ყავს მეოთხე სახლში, ხშირად არის, რომ საკუთარ შვილებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. და ადამიანის ინტელექტი, აზროვნება არის შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენოს კერძო საკუთრების მართვაში, მაგალითად, რაღაც ბიზნესი კონდეს, რომელიც კერძო საკუთრებას უკავშირდება. ასევე ასპექტს აძლევს მეოთხე სახლიდან მეათე სახლში მერკური და შეიძლება უკავშირდებოდეს მისი პროფესია პირდაპირ რაღაცას, რაც დაკავშირებულია ინტელექტის გამოყენებასთან, კერძო საკუთრებასთან მიმართებაში. ერთი ესეთი ნეგატიური რაღაც შემიმჩნევია, როდესაც მერკური არის მეოთხე სახლში, რომ ადამიანი შეიძლება ხშირად იცვლიდეს საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ ასევე შეიძლება ისეც ხდებოდეს, რომ ადამიანი ძალიან ხშირად მოკლე მანძილზე მოგზაურობს და თავს ყველგან სახლში გრძნობს, ან რამოდენიმე სახლი აქვს, ანუ ერთი ადგილი არა აქვს იმის შეგრძნება, რომ აი სადღაც სახლშია და სადღაც სტუმრად არის, ანუ ყველგან შეიძლება თავს გრძნობდეს სახლში. ეს შემიმჩნევია, რაც შეეხება მერკურს მეოთხე სახლში. მეხუთე სახლში მერკური არის კარგი, რადგანაც მეხუთე სახლი, როგორც ვიცით, არის კრეატიულობასთან კავშირში და როდესაც აზროვნება ხვდება კრეატივს, ადამიანს აქვს ძალიან გამართული აზროვნება. მსახიობების ნიჭი აქვთ ამ ადამიანებს ხშირად მერკურით მეხუთე სახლში. შეუძლიათ, ანუ აი კომედიანტებიც არიან მეხუთე სახლში მერკურით, რადგანაც აზროვნება და კრეატიულობა ერთმანეთს ერთვის. ბავშვებთან უყვართ კომუნიკაცია და თამაში, მეხუთე სახლი ბავშვებსაც, ასე ვთქვათ, ბავშვებსაც აღნიშნავს. და კიდევ მეხუთე სახლი არის დაკავშირებული რომანტიკასთან. და აი ამ ადამიანებს, ვისაც მერკური ყავთ, მეხუთე სახლში მერკურს უყვარს რომანტიკა და იცის ზუსტად როდის რა უნდა თქვას, ანუ აქვს აი გარკვეული შარმი ადამიანს, რომელსაც აქვს მეხუთე სახლში მერკური და ეს შარმი მოდის მისი ინტელექტიდან. ასევე შეიძლება ინტელექტს იყენებდეს, რომ მიიღოს შემოსავლები, რადგანაც მერკურის მე-7 ასპექტი პირდაპირ უყურებს მე-11 სახლს, რომელიც არის შემოსავლები. შეიძლება იღებდეს შემოსავალს რაღაცა ქსელიდან, მე-11 სახლი არის, ესე იგი ნეტვორკინგი,
სამეგობრო წრე. ასევე შეიძლება კონდეს მიდრეკილება, რომ ითამაშოს აზარტული თამაშები, ოღონდ არა ბრმად, არამედ აი მერკურის გამოყენებით რაღაცა სქემები შეადგინოს და გეგმები კონდეს ამასთან დაკავშირებით. გააჩნია აქაც რა თქმა უნდა მერკური ძლიერია თუ არა, თუ ძლიერია, დიდი შანსია რომ იგებდეს კიდეც ესეთი ადამიანი. რა თქმა უნდა იქ სხვა პლანეტებსაც გააჩნია, ბედი თუ აქვს ზოგადად და თუ ეკუთვნის. მაგრამ ჩართულია ადამიანის აზროვნება და ინტელექტი შემოსავლის, მიღების, წყაროების ძებნაში აქტიურად. კაი პოზიცია მერკურის მეხუთე სახლში. რაც შეეხება მერკურს მეექვსე სახლში. მეექვსე სახლი არის ბუნებრივი ქალწულის ნიშანი, სახლი, ასე ვთქვათ და არა აქვს მნიშვნელობა ეხლა რა ნიშანში მოხვდება, მაგრამ რაღაცა ქალწულისეული გავლენები ამ მერკურს აუცილებლად მაინც ექნება, რადგანაც მეექვსე სახლშია. რა არის მეექვსე სახლი? არის კონფლიქტები. ანუ ადამიანის ინტელექტი ძალიან კარგად არის იმისთვის გამოსადეგი, რომ კონფლიქტები მოაგვაროს. ანუ შეიძლება ისეთ პროფესიაში იყოს, სადაც პირდაპირ ხდება კონფლიქტების მოგვარება, მაგალითად რაღაცა კონსულტანტი, რაღაცა ადვოკატი შეიძლება იყოს. ფინანსებთან არის კიდე კავშირში პირდაპირ მეექვსე სახლი და ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ბუღალტერებს ამ სახლში მერკური. ადამიანებს, რომლებიც არიან დეტალებზე ორიენტირებული. ანუ აი კრიტიკული გონება აქვთ. ანუ შეუძლიათ ძალიან უცებ იპოვონ სად არის შეცდომა. ოღონდ ამას ვსაუბრობთ ჩვენ კლასიკური გაგებით, მაგრამ თუ ადამიანი მაგალითად ყუბებით ასცენდენტია, შეიძლება მერკური ყავდეს მეექვსე სახლში, მაგრამ სულაც არ იყოს დეტალებზე ორიენტირებული. ამას ვსაუბრობთ ჩვენ ზოგადად კიდე სხვა რაღაცაც, სხვა მთლიანი რუკაც უნდა განვიხილოთ, რომ დავინახოთ ზუსტად რა ხდება. ასევე მეექვსე სახლი არის დაავადებები. აქედან გამომდინარე ხშირად არის ექიმი, როდესაც მერკური არის მეექვსე სახლში, რადგანაც იყენებს აზროვნებას დაავადებებთან ბრძოლაში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერკური, როდესაც აქ არის დაავადებების სახლში, ადამიანს შეიძლება ქონდეს მერკურთან დაკავშირებული დაავადებები, ანუ ფილტვის დაავადება, კანის დაავადება შეიძლება ქონდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის და ფრთხილად უნდა იყოს ამ საკითხებში ადამიანი და მეექვსე სახლიდან მერკური აძლევს მე-12 სახლზე ასპექტს. ანუ მეექვსე სახლი იდეაში ეს არის პრობლემები, რაც გვაქვს ცხოვრებაში, დაავადებები, კონფლიქტები და მე-12 სახლი არის ყველაფრისგან გაქცევა. ხშირად, როდესაც მერკური ყავს ადამიანს მეექვსე სახლში, შეიძლება პრობლემებს გაურბოდეს მაგალითად საზღვარგარეთ წასვლით. ან შეიძლება პრობლემებს გაურბოდეს სულიერებაში წასვლით. ანუ ეს ძალიან კარგად კავშირდება ხოლმე ეს მერკურის ასპექტი მეექვსე სახლთან. რაც შეეხება მერკურს მე-7 სახლში, ესე იგი რა არის მე-7 სახლი? მე-7 სახლი არის პარტნიორი, ოღონდ ყველანაირი პარტნიორი, ვინც ცხოვრებაში შეგხვდება, ეს იქნება ბიზნეს პარტნიორი, თუ პირად ცხოვრებაში პარტნიორი, ყველაფერს წარმოადგენს მე-7 სახლი და ასევე კონტრაქტები არის მე-7 სახლი. როდესაც აქ ხდება მერკური, რაც ხდება არის ის, რომ ადამიანს აქვს ნიჭი, აი მოლაპარაკებების წარმოების ნიჭი აქვს ძალიან დიდი, ვაჭრობის ნიჭი აქვს, ანუ რაღაცა პროდუქტის რეალიზაცია შეუძლია ძალიან კარგად. ერთ-ერთზე მოლაპარაკებები შეუძლია ბიზნეს პარტნიორებთან და ხდება ისეც ხშირად, რომ კონსულტაციებით არიან ეს ადამიანები დაკავებული, ვისაც მერკური მე-7 სახლში ყავთ. და რაც შეეხება პარტნიორს, თვითონ ცხოვრების პარტნიორს, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ იყოს მისი მსგავსი, ან იგივე სფეროში მუშაობდეს,
რადგანაც თან პირველ სახლზე აკეთებს ასპექტს მერკური და აქედან გამომდინარე ადამიანი ეძებს თავის მსგავსს და მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კარგი კომუნიკაცია. უფრო მეგობარს ხედავს პარტნიორში, ვიდრე რომანტიკულ პარტნიორს და ეს კომუნიკაციის და ერთმანეთის ბევრ დონეზე გაგების ასპექტი აუცილებლად იქ უნდა იყოს ამ ქორწინებაშიც. რაც შეეხება მერვე სახლს. მერვე სახლი არის ყველანაირი სიღრმე, ოკულტიზმი, ის ყველაფერი, რასაც ადამიანები ესე ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ლაპარაკობენ. როდესაც აქ მერკური ხვდება, ადამიანი არის ძალიან ღრმა, მისი გონება, მისი ინტელექტი და აზროვნება მიმართულია სიღრმეების შეცნობისკენ. შეიძლება იყოს დაინტერესებული ოკულტიზმით, ასევე აინტერესებს ყველაფერი, რაც ზედაპირზე არ არის. შეიძლება იყოს დასაქმებული მაგალითად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით. ანუ თუ აქ დებილიტაციაშია მერკური, შეიძლება ადამიანი უბრალოდ რაღაც ისეთ სამუშაოს ასრულებს შავ სამუშაოს, რომელიც რაღაცის ზედაპირზე ამოტანას ეხმარება. სასწრაფო დახმარებას შეიძლება ადამიანი მუშაობდეს, რადგანაც მერვე სახლი არის ასევე კატასტროფებიც, მოულოდნელი შემთხვევებიც მერვე სახლია. ასევე შეიძლება იყოს ჯაშუში მაგალითად, ან გამოძიება აინტერესებს ძალიან თუ მერკური აქ არის, უყვარს დეტექტივების კითხვა, თუ მწერალია შეიძლება წერდეს დეტექტივებს, ან წერდეს რაღაცა საშინელებათა ჟანრში, იმიტომ რომ სიკვდილიც მერვე სახლია. და ასპექტს აძლევს მერკური მეორე სახლზე. და ხშირად მინახია, რომ სხვათა შორის მერკური მერვე სახლში აი ამ ღრმა კომუნიკაციით არის დაკავებული, მაგრამ ზედაპირზე ძალიან ადვილ რაღაცებს ვერ ხვდება. ანუ შეიძლება აი ოჯახის წევრებთან უჭირდეს კომუნიკაცია მერვე სახლის მერკურს. დგას მერვე სახლი მაინც რთული პოზიციაა ყველა ვარიანტში და აი ესეთი მსუბუქი ადვილი კომუნიკაცია ყოველდღიური შეიძლება უჭირდეს. ნუ გააჩნია ეხლა იქ რა ნიშანია, ამასაც ძალიან ბევრი განსხვავება შეიძლება მოყვეს, რა ნიშანში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ საერთო ჯამში ესე გამოიყურება ეს ყველაფერი მერვე სახლის მერკურთან დაკავშირებით. როდესაც მერკური არის მეცხრე სახლში. ამ შემთხვევაში იცით რომ მეცხრე სახლი არის ცოდნის სახლი, უმაღლესი ცოდნის და იუპიტერისეულის სახლია. ბუნებრივად იუპიტერის სახლია და მერკური წესით იუპიტერის სახლში უნდა იყოს ძალიან კარგი, ხო? ცოდნას უკავშირდება ეს ყველაფერი და მერკურისაც უყვარს სწავლა. აქ მერკური კარგია იმ მხრივ, ადამიანს მართლა აქვს რაღაცა ცოდნა, თქვათ აქვს საუნივერსიტეტო განათლება შეიძლება ქონდეს, ან შეიძლება სულიერებაშიც იყოს იმ გაგებით, რომ სწავლობდეს ამ ყველაფერს. ოღონდ მერკური მაინც თავის ხასიათს ინარჩუნებს და ადამიანი ყოველთვის ცდილობს რაღაცა სარგებელი მოუნახოს. ამ ცოდნას რაღაცა კომერციული გამოყენება მოუნახოს. მაგალითად შეიძლება იყოს ეს გურუ, რომელიც გამოდის და ლექციებს ატარებს და ან უკეთებს მონეტარიზაციას თავის ცოდნას. ან შეიძლება ადამიანმა ისწავლოს რაღაც თეორიულად, მაგრამ ყოველთვის იქითკენ არის მიმართული, რომ ეს არ დარჩეს უბრალოდ ცოდნად, ამ ყველაფერმა მოუტანოს რაღაცა სარგებელი. რაც რაღაც ტრადიციული სულიერების გაგებით შეიძლება ნეგატიურად აღიქმებოდეს, მაგრამ საკმაოდ კარგი ნიჭია, ასე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში. რაც შეეხება მეათე სახლის მერკურის, ეს ძალიან კარგი სახლია მერკურისთვის, რადგანაც როგორც ვიცით, მეათე სახლი პროფესიას უკავშირდება და თანამედროვეობაში ძალიან ბევრ პროფესიაში არის მერკურის ენერგია და ნებისმიერი პროფესია შეიძლება კონდეს ადამიანს, რომელიც მერკურს ეხება, ოღონდ რა თქმა უნდა, იქ უნდა გავითვალისწინოთ ნიშანი, რომელშიც მოთავსებულია
მერკური ვარსკვლავი, სადაც მოთავსებულია, რომელიც სტიქიაშია მოთავსებული. აქედან გამომდინარე, ხოლო რომელი პლანეტები ახდენენ კიდე ზეგავლენას მერკურზე. აქედან გამომდინარე შეიძლება გავიგოთ უფრო რომელ პროფესიაში შეიძლება იყოს ეს ადამიანი. მაგრამ რაც ძალიან კარგია ყველა ვარიანტში მეათე სახლის მერკურისთვის არის ის, რომ ამ ადამიანს არ უჭირს საკუთარი აზრის კომუნიკაცია, ანუ სამყაროს მიმართ უფრო გახსნილები არიან და შეუძლიათ უფრო ადვილად კომუნიკაციაში შესვლა, თუ რაღაცი იქ დებილიტაციაში არ არის მერკური. და ასევე მეათე სახლიდან აკეთებს ასპექტს მერკური მეოთხე სახლზე და აქედან ჩანს, რომ დედასთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმის, რამდენად აქვს ადამიანს ზოგადად სამყაროსთან გახსნილი კომუნიკაცია. შეიძლება სახლიდან მუშაობდეს ეს ადამიანი და რაღაც ისეთ სფეროში იყოს ჩართული, რომელიც სოციალურ მედიას უკავშირდება, ან კომუნიკაციას, ან იყოს PR-ში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიას შეიძლება ითვისებდეს ადამიანი. ასევე შეიძლება ერთდროულად რამოდენიმე პროფესია ქონდეს და ყველას აპრაქტიკებდეს. იმიტომ რომ მერკურს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე რამის გაკეთება, multitasking არის ძალიან და ზოგადად მეათე სახლის მერკური სასარგებლოა ძალიან ადამიანისთვის. მე-11 სახლს რაც შეეხება, როდესაც აქ გვყავს მერკური, ერთ-ერთი საუკეთესო სახლია ესეც მერკურისთვის, რადგანაც მე-11 სახლი ეს არის ზოგადად შემოსავლები და სოციალური წრე ადამიანის მაგალითად და მერკურს როგორც კომუნიკაციის პლანეტას ძალიან უყვარს ეს სოციალური წრე მაგალითად ადამიანები, რომლებსაც მერკური ყავთ მე-11 სახლში, ძალიან კარგი არიან ეს ადამიანების შემოსავლის მიღებაში, მაგალითად, კარგად ხედავენ შესაძლებლობებს, როგორ მიიღონ შემოსავალი. შეიძლება გქონდეთ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ბიზნესი ან რამოდენიმე შემოსავლების მიღების გზა. და ყავთ უმეტესად ბევრი მეგობარი, თუ მერკური არ არის დებილიტაციაში. მაგრამ თუ დებილიტაციაშია, შეიძლება უბრალოდ მეგობრები ყავდეთ, რომლებიც არ არიან მერკურისეული, ანუ მერკურისეული მეგობრები ეს არიან მეგობრები, რომლებიც ძალიან ჩართული არიან ამ ცხოვრებისეულ საქმეებში და თუ დებილიტაციაშია, შეიძლება ყავდეს ადამიანს ძალიან ისეთი სულიერი მეგობრები, რომლებიც დიდად კარგ რჩევას ვერ აძლევენ, როგორ გამოიყენოს ეს თავისი მერკურის ნიჭები ამ ანუ კონკრეტული შედეგების მისაღებად. ასევე მე-11 სახლიდან აძლევს ასპექტს მე-5 სახლში მერკური და ამ ადამიანს აქვს ხოლმე ზოგადად კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან. უყვარს განათლების მიღება, ან შეიძლება რაღაც განათლების სისტემაში მუშაობდეს. აუცილებლად მიიღებს რაღაც ბენეფიტებს საკუთარი სოციალური წრიდან. ყავს ბევრი მეგობარი. ადვილად თვლის ადამიანებს მეგობრად, ანუ ადვილად შედის კომუნიკაციაში და მისთვის ადვილია მეგობრების გაჩენა ზოგადად. და თუ ეს პლანეტა საერთოდ მერკური არის კარგ მდგომარეობაში მე-11 სახლში, რა თქმა უნდა, მერკურის პერიოდში შემოსავლები ძალიან კარგად გაიზრდება ამ ადამიანისთვის. რაც შეეხება მე-12 სახლს. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პოზიციაა მერკურისთვის, რადგანაც მე-12 სახლი ეს არის სულიერება, ეს არის სხვა დიმენსიები. და გამოდის ისე, რომ ადამიანის აზროვნება არ არის ამქვეყნიური. ანუ ისე არ აზროვნებს, როგორც სხვა ადამიანები. და მე-12 სახლი უფრო ფანტაზიის სახლია. ანუ აზროვნება ემატება ფანტაზია. ამ ადამიანს არ შეუძლია ისე ამოხსნას, მაგალითად, მერკურისეული ამოცანები, როგორც სხვებმა. სკოლაში ძირითადად ვერ სწავლობენ ეს ადამიანები ადვილად, რადგანაც სკოლა მორგებულია რაღაც სტანდარტებზე.
განსაკუთრებით კიდე განსაკუთრებელია ის რაღაც, რომ მე-12 სახლი არის izolācijas სახლი. ამიტომ ადამიანმა რომ დაუკავშირდეს თავის ინტელექტს აზროვნებას, სჭირდება იზოლაცია, სჭირდება სიწყნარე. და აი სკოლაში, როდესაც სიტუაცია არის, რომ ვიღაც ხმაურობს ან მარტო არ არის ადამიანი, მისთვის ძალიან ძნელია რაღაც ამოცანის ამოხსნა, რაღაცის გადაწყვეტა, გამომჟღავნება იმის, რაც იცის, რადგანაც მარტო უნდა იყოს, უნდა დაუკავშირდეს საკუთარ აზროვნებას სულ სხვა მეთოდით, ვიდრე სხვა ადამიანები და ინტუიციურად აზროვნებს, ანუ აი ინტუიციასაც იყენებს თავის აზროვნებაში. სამაგიეროდ შეუძლია გამოიყენოს იმაში, რომ მაგალითად ძალიან კარგი მწერალი იყოს ეს ადამიანი და რაღაცა ფანტაზია აქვს ძალიან განვითარებული და წერაში ავლენდეს. ასევე შეიძლება არატრადიციულად ხსნიდეს მაგალითად მეცნიერულ საკითხებს და შეიძლება წარმატებასაც მიაღწიოს, იმიტომ რომ ყველა რაღაცა სწორხაზოვნად ფიქრობს და ეს ადამიანი თუ შესაბამის პირობებს შეუქმნის საკუთარ თავს და მიხვდება როგორ გამოიყენოს თავის აზროვნება, შეიძლება ძალიან წინათ წავიდეს, ვიდრე სხვა ადამიანები. ძალიან გასათვალისწინებელია თუ გყავთ შვილი, რომელსაც ყავს მერკური მე-12 სახლში, მაშინ მას არ უნდა მოსთხოვოთ, რომ ისე ისწავლოს, როგორც სხვა ბავშვებმა. ანუ მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები იმისთვის, რომ გამოიყენოს საკუთარი ინტელექტი. და არ ჯდება ესეთ საერთო ნორმებში. მადლობა, სულ ეს იყო დღეისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.